ეს ნომერ მესამე ბაგაბაღია, სადაც სამთვიანი პაუზის შემდეგ სწავლა წელს პირველად განახლდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. თუმცა ნომერ მესამე ბაგაბაღის ინფრასტრუქტურით აღჭურვა ჯერ არ მომხდარა. სკოლის აღსაზრდელები კვლავ ძველი პირველადი მოხმარების ნივთებით სარგებლობენ. შესაკეთებელია დასამატებელია სველი წერტილები, წყლის სისტემა ცოტა მოსაგვარებელია. იქ ეზო სათამაშოებია დასამატებელი, შენობის გარშემო შესაკეთებელია სამუშაოები. დანარჩენი აი ყველა პირობა იმისთვის, რომ ბავშვებმა ბაღში მიიღონ ის, რაც სჭირდებათ ბავშვებს. ბაგაბაღებში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების დირექტორმა შეამოწმა. მისი თქმით, გარდა ეზოებისა, შენობები კაპიტალურად მოწესრიგდა. გარკვეული პრობლემები გაჩნდა რამოდენიმე ბაგაბაღში და პირველადი მოხმარების ნივთებით აღჭურვა ვერ მოხერხდა. ამის გამო სამომავლოდ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ფულადი თანხით დაჯარიმდება. 4 საბავშვო ბაღში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, მოწესრიგდა სველი წერტილები, გათბობის სისტემა, გარემონტდა და გალამაზდა ჩვენი საბავშვო ბაღები. ამჟამად დამთავრებულია სარემონტო სამუშაოები. ერთი საბავშვო ბაღი, ნომერი 6 საბავშვო ბაღი მშენებლების მიმართ ჩაბარებულია, ხოლო ამ დანარჩენ სამ საბავშვო ბაღში დარჩენილია უმნიშვნელო სამუშაოები, რომლებიც ექვემდებარება გამოსწორებას. ნომერ მესამე საბავშვო ბაღისგან განსხვავებით ნომერ 6 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და პირველადი მოხმარების ინვენტარით შეტანილია. ამ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუსტად 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე კი პატარებს ახალ შენობაში მოუწევთ სწავლა. შენობა არაჩვეულებრივია, აღჭურვილია თბილი წყლით, ცხელი წყლით, ცხელი წყლით, ცივი წყლით, გათბობით. თვითონ ავიჯი ძალიან შესაბამისია ახალ სტანდარტებს, ძალიან შეესაბამება ახალ მოთხოვნილებებს, რაც კი შეიძლება რომ გვეოცნება საბავშვო ბაღში ყველაფერი, ყველა პირობებია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის 4 ბაგაბაღში მიმდინარეობდა. ნომერ 1, მესამე, მეხუთე და მეექვსე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სრულად განახლდა. სამუშაოები შეპესე მოდერნ დიზაინმა განახორციელა. კომპანიამ 4 საბავშვო ბაღის სრულად რეაბილიტაციისათვის 9,5 მილიონზე მეტი დახარჯა.